მოგესალმებით, მეგობრებო, მე ლადო ნაცვლიშვილი ვარ. თქვენი მყოფებით ჩემს არხზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიწეროთ თუ არ გამოგიწერიათ და თუ გამოიწერთ, ძალიან საინტერესო ვიდეოები ამოგივარდებათ, თან ისეთ ქრონოლოგიურად და ჩემი ვიდეოებს ძალიან ხშირად აქვს ეს ქრონოლოგიური დატვირთვა, ანუ ჯობია თანამიმდევრულად უყუროთ. ამისთვის კი საჭიროა რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. თუ ვიდეოებიც მოგიწონებათ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ მოიწონებთ კიდევ ვიდეოებს. დღეს დიდი ხნით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ ვისაუბროთ დამდეგ ივენტზე, რომელსაც უმასპინძლებს ავსტრალია პერთში უпростоრეთ გაიმართება ეს ივენტი. შარშანაც გქონდა სხვადასხვა ამ ქალაქში. ეს არის დასავლეთ ავსტრალია, სხვადასხვა არის ძალიან წირად დასახლებული ადგილი, ალბათ ესეთ განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მეჩხერად დასახლებული ადგილი ცდილად თუ მოიძებნება. თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ ფერტმა უკვე საკმაოდ ხშირად და სისტემატურად უმასპინძლოს UFC-ს ივენტებს. საინტერესო ბრძოლები გვაქვს სხვათა შორის პრელიმ ქარდზეც. მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს კოლბი თიკნესის მორიგი ბრძოლა ვინს მორალესთან. თიკნესი შეგახსენებთ არის ის მებრძოლი, ვისთანაც დებიუტი ქონდა ილია თოფურიას, კი ბატონო, ილია რაშვაჟია და ალექსანდრე თოფურიას UFC-ში და ავსტრალიაში მოხდა სხვათა ისიც. არის ძალიან საინტერესო ბრძოლა, საინტერესო როგორ, დიდი ალბათობით ფინიში იქნება, ეს არის ჯერალდ მირშატსა და იაკობ მალკუნს შორის. იაკობ მალკუნი არის ავსტრალიელი მებრძოლი, რომელიც არის სულ რაღაც 30 წლის, სულ რაღაც იმიტომ ვამბობ, რომ მისი მეტოქე ბევრად უფროსია და ვფიქრობ, აქ ძალიან დიდი ფავორიტი უნდა იყოს ავსტრალიელი. მე ყოველთვის ასე მგონია, რომ ძალიან მცირე შანსი აქვს ჯერალდ მირშატს. ზოგადად მირშატის შანსები ვიცით რა არის, მან აუცილებლად საბიშენზე უნდა დაიჭიროს მეტოქე, ოღონდ მიუხედავად ამ ძალიან ესე თქვი ბევრი საბიშენით მოგებისა მის კარიერაში, ვერ ვიტყვით რომ საუკეთესო ჯისერიაო მირშატი, როგორც წესი მირშატი საბიშენზე იჭერს იმ მებრძოლებს, ვისაც აქვს სუსტი საბიშენ დიფენსი და იდეაში ასეთად არ მგონია ასეთი იყოს ჯეიკობ მალკუნი, თუნდაც იმიტომ რომ არც ერთხელ კარიერაში არ დაფინიშებულა საბიშენით. მე ვფიქრობ აქ ფინიში შეიძლება იყოს, მაგრამ ფინიშის მსხვერპლი უფრო იქნება ჯერალდ მირშატი. კიდევ გვაქვს საინტერესო ბრძოლები პრელიმ ქარდშიც, კამერონ როსტონი გვიბრუნდება, ჯუნიორ ტაფას ვიხილავთ. თუმცა ყველა საინტერესო მაინც თავარ ქარდზე გვაქვს. ტაიტუ ივასა მორიგი დაბრუნება, მცდელობა დაბრუნების, მოდი ასე ვთქვათ, ლუის საზერლენდთან. ორი, მოდი ასე ვთქვათ, UFC-ში წარუმატებელი მებრძოლი მაინც უნდა უწოდოთ, განსაკუთრებით ეს ეხება ლუის საზერლენდს, ვინაიდან მას მოგება არ აქვს საერთოდ UFC-ში, თუმცა შანსიც ბევრი არ ქონია, ორი ბრძოლა ქონდა და ორივე წააგო. ამ ხრივ ტაიტუ ივასას უკეთესად აქვს საქმე, მან UFC-ში საკმაო მოგებები დააგროვა უკვე და არც მეტი, არც ნაკლები აქვს მოგება, მაგრამ არის კოშმარულ ასე ვთქვათ სერიაზე 6 ბრძოლა ზედიზედ აქვს წაგებული და რატომღაც მგონია რომ ლუის საზერლენდმა შეიძლება პირველი გამარჯვება მოიპოვოს UFC-ში. არ ვიცი, ძალიან ისეთი ბრძოლა ტაიტუ ივასაზე უბრალოდ მასზე არის ბევრი დამოკიდებული. თუ მოინდომა და თუ რა დისციპლინირებულად მიუდგა მზადებას ბრძოლისთვის, ტაიტუ ივასას შეუძლია საზერლენდი დაამარცხოს, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ ბოლო დროს ძალიან გაზარმაცდა და ძალიან უდისციპლინო გახდა ტაიტუ ივასა და მე მგონია ამ ბრძოლაში მაინც უფრო ბრიტანელი წაიღებს გამარჯვებას. რაც შეეხება ბრენდო პერიშიჩს და შამელ გაზიევს შორის დაპირისპირებას, აქ სხვადასხვა ბრენდონ პერიშიჩია ერთ-ერთი, ვისთანაც აქვს ერთი წაგება სწორედ ლუის საზერლენდს. აქ რთულია, იცით, შამელ გაზიევი გასაგებია რომ მან
წააგო ბოლო ბრძოლა ვალდო აკოსტასთან პირველივე რაუნდში ნოკაუტით, მაგრამ ზოგადად ხელწამოსაკრავი მებრძოლი არ არის ჩემი აზრით. იცის ჭიდაობაც საფეხბურთოა ფეხზეც. თუმცა რატომღაც ამ ბრძოლაში მაინც უფრო პერიშიშისკენ მიწევს გული. მგონია რომ ავსტრალიელია სხვა შორის ბრანდო პერიშიში გასაგებია რომ არის ბალკანური წარმოშობის, სავარაუდოდ ან ხორვატი, ან სერბი, მაგრამ ავსტრალიაში დაიბადა, გაიზარდა და ავსტრალიის სახელით გამოდის. 6 მოგება 1 მარცხი აქვს და ჩემი აზრით ამ ბრძოლაში პერიშიჩმა და 7-მდე გაზარდოს მოგებების სერია. თუმცა საკმაოდ ახლო ბრძოლა თავს ვერ დავდებ, უბრალოდ რატომღაც ასე მგონია, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა განსაკუთრებული მეებს ხედავ მეთქი აქ იარაღებს პერიშიჩისა გაზიევის წინააღმდეგ. უბრალოდ მგონია რომ გაზიევის პერსპექტივები ნელა უნდა დაიძრეს, ასე ვთქვათ, დაბლა უფრო ქვებოთ დაღმართზე. შემდეგი ბრძოლა გვაქვს მთავარ ტიმ ელიოტსა და სტივ ერცეგს შორის. სტივ ერცეგი, რომელიც სულ ახლახან ყავდა, ასე ვთქვათ, მოგვევლინა კონტენდერად და სატიტულო ბრძოლაც ჰქონდა. დაუპირისპირდა ძალიან კარგ მოჭიდავეს ტიმ ელიოტს, მოჭიდავეს გულს კარგ მებრძოლს, მოდი ასე ვთქვათ, თავიდან, მაგრამ განსაკუთრებით კარგი აქვს ტიმ ელიოტს ჭიდაობა. თუმცა ამ ჭიდაობაში სხვაშორის ტიმ ელიოტი ცოტა ერთობა ხოლმე და ძალიან ხშირად საკმარისზე მეტად ხშირად ყვება ხოლმე საბეშენებში. სტივ ერცეგს რაც შეეხება, მე მგონია რომ სტივ ერცეგი ცოტა უხერხული მეტოქე შეიძლება იყოს ტიმ ელიოტისთვის. მე ვფიქრობ რომ მართალია სტივ ერცეგის ჭიდაობა დიდად UFC-ში არ გვინახავს, მაგრამ მგონია რომ ისეთი მარტივი დასასაბმითებელი არ არის და ის კი არა შეიძლება იქით დაიჭიროს რაღაც მომენტზე ტიმ ელიოტი. გარდა ამისა ფეხზეც სტივ ერცეგი ძალიან ანგარიშგასწევი ძალაა და ვფიქრობ ამ ბევრი რო არ ვისაუბრო ამ ბრძოლაში ცოტა ფავორიტად ვთვლი სტივ ერცეგს. 30 წლის არის სტივი, 13 გამარჯვება, 4 მარცხი. ქონდა მას ძალიან ცუდი სერია, 3 მარცხიანი სერია. ოღონდ ეს სამარცხიანი სერია დაიწყო სხვათა შორის იმ სატიტულო ბრძოლით ალექსანდრ პანტოჟასთან, შემდეგ იყო მარცხი კაიკარა ფრანცთან და შემდეგ ისევ მარცხი ბრენდონ მორენოსთან, თუმცა სამივე ხედავთ რომ ვიცით რომ ძალიან ანგარიშგასწევი მებრძოლები არიან. ამის შემდეგ ის გამარჯვებით დაბრუნდა ოდე ოსბორნთან. ტიმ ელიოტს თავის მხრივ კარგი სერია აქვს, მოგებების სერია, კაი ასაკურა და სუმუდაერჯი დაამარცხა, მაგრამ აი თუ დაუკვირდებით ტიმ ელიოტს აქვს მას, რა თქმა უნდა, კარგი გამარჯვებები, ბევრი გამარჯვებებიც აქვს, მაგრამ როგორც კი ცოტა ტოპ აი მაღალი დონის მებრძოლებს ხვდება, ანუ როგორც წესი მარცხდება. თან პლუს 39 ის არის და ნელა მაინც უნდა დაეწყოს დაღმასვლა. მე ვფიქრობ რომ ერცეგი ამ ბრძოლაში უნდა იყოს ფავორიტი. შემდეგი ბრძოლა გადავხედოთ რა გვაქვს შემდეგი კი გვაქვს უკვე კომეინი, ბენელ დარიოში ქვილან სალკილდი. სალკილდმა გაგვაოცა ბოლო 2 ბრძოლაში და განსაკუთრებით ვამბობ ბოლო 2-ში, იმიტომ რომ რამდენადაც სასწაული ბრუტალური ნოკაუტი შემოგთავაზა ნასრად ჰაკპარასთან, იმდენად იდეალური გრეპლინგი, ისეთივე იდეალური ოღონდ გრეპლინგი ამჯერად შემოგთავაზა ჯემი მალარკისთან და სხვა შორის მალარკი მარცხი მე მგონი არ ქონდა საერთოდ საბმიშენით რომ პირველი სწორედ მან დაასაბმითა. მოკლედ ძალიან უნივერსალური და ძალიან ძლიერი მებრძოლია ქვილან სალკილდი, არის 26 წლის 11 გამარჯვება და ერთადერთი მარცხი, ოღონდ ისეთი მარცხი აქვს კარიერაში პირველი ბრძოლა MMA-ის კარიერაში და მას შემდეგ არის 11 მოგებიან სერიაზე. ძალიან საინტერესო მებრძოლია და ვფიქრობ პატარა იმედგაცრუება ელოდება ბენელ დარიუშს. რატომ? ეხლა ბენელ დარიუში ვიცით რომ ძალიან მაღალი დონის მებრძოლია, უბრალოდ ბენელ დარიუშს აქვს ძალიან ცუდი პერიოდი. ჩემი აზრით ბენელ დარიუშს დაემართა ის რაც ბევრ მებრძოლს ემართება, განსაკუთრებით მათ ვინც ბევრს უშვებს დარტყმას. ძალიან გაუცდა ყბა ბენელ დარიუშს. რა თქმა უნდა, თუ მოარტყა ბენელ დარიუშმა მას ძალა კიდევ აქვს ხელში რომ გათიშოს. მაგრამ მე ვფიქრობ სალკილდი მასთან დაიწყებს საკმაოდ ფრთხილად და სალკილდმა იცის რომ თავარია მოარტყას და დარიუში დარღვევს უშვებს და თუ ადრე ამ გაშვებული დარტყმების შემდეგ ბრუნდებოდა ძალიან ბრუტალურად და კარგად
ამ ბოლო პერიოდში მას დაბრუნება უკვე როგორც ისე არ შეუძლია და პირველი მძიმე დარტყმაზე იძინებს ხოლმე, ასე რომ ცოტა არ იყოს და კარგ პერსპექტივებს ამ ბრძოლაში დარიუშის მხარეს ვერ ხედავ. ასე რომ მე მგონია რომ სალკილდი გააგრძელებს გამარჯვების ხლას და თავარი ბრძოლა ჯეკ დე ლა მადალენა ხდება კარლოს პრატეს ბრძოლა სადაც საინტერესოა ხოჭეზი რას ფიქრობენ ბუკმეკერები მე ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ ფავორიტად ვხედავ ბრაზილიელს რო არ მოგატყუოთ კი სტრაიკერია ისიც მაგრამ უბრალოდ ვერ ვხედავ მადალენამ როგორ უნდა ძლიოს მე ვფიქრობ ზოგადად მადალენამ რო ძლიოს პრატეს ძალიან ბევრი უნდა აურიოს ჭიდაობა მაგრამ აქაც ჩვენ ნახეთ მადალენას ჭიდაობა და პრატეს ჭიდაობა მაინც არ გვინახავს თუმცა ნახეთ რომ შესაძაც ის გარის გადაყავდა მიწაზე რომ საკმაოდ კარგი გრეპლინგი აქვს ბრაზილიელს და ნუ შესაბამისად არ მგონია მიწაზე მას აი ჭიდაობით და გრეპლინგით მოუგოს ჯეკ დე ლა მადალენა რაც შეეხება ფეხზე ჩემი აზრით ძალიან ცუდი ვარიანტია მადალენასთვის კარლოს პრატესი. ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ეს ბრაზილიელისთვის არის შანსი გამარჯვების შემთხვევაში პირდაპირ შეუძლია ხმამაღლა განაცხადოს და მიმართოს დანავაიც იმით რომ ის უკვე იმსახურებს საჩემპიონო ბრძოლას და ასეც იქნება პირველი ნომერია ჯეკ დე ლა მადალენა ყოფილი ჩემპიონია და ის თუ დაამარცხა პირველი ნომერი ხდება პრატესი და ნამდვილად ექნება ლეგიტიმაცია იმისი რომ განაცხადი გააკეთოს პრინციპში ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა ბერტის ივენტზე მომწერეთ თქვენს კომენტარებში ეთანხმებით თუ არა ჩემს პროგნოზებს მომწერეთ თქვენი პროგნოზებიც დღეისთვის საგემშვიდობებით კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ შეგიძლიათ მოიწონოთ ეს ვიდეო შეგიძლიათ გამოიწეროთ და ალბათ უნდა გამოიწეროთ კიდეც ჩემი არხი და რა თქმა უნდა ვიყავით ჯანზე კარგად